Stage 2 უნდა ჩავწეროთ ამ ავტომობილში, ეს ეხლა 330i 2.0 ჰიბრიდი. ამ ავტომობილზე ჩვენ დავაყენეთ K-Index ფილტრი, დინამის ანთების კოჭები და დაუნფაიფი. ფარფლად ამ ავტომობილს აქვს 252 ცხენის ზალა და პროგრამის მიხედვით ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 360-დან 380 ცხენის ზალამდე მივიღებთ. ეს რა თქმა უნდა ჰიბრიდის დახმარებითაც. უბრალოდ ჩასაწერად ვიყენებთ ჯახასკასტემის ობიდის. ჩვენი ობიდი არის მხოლოდ BMW-თვის, მუშაობს FDG სერიებზე და აბსოლუტურად ყველა აპლიკაციაზე. დრაივის გათიშვა, დახურული პროგრამების გააქტიურება, პროგრამული გაძლიერება თუ დიაგნოსტიკა. ხოლო რაც შეეხება პროგრამას ვიყენებთ MG Flash-ის ლიცენზიას, რომლის შეძენას ასევე ჩვენ და შეგიძლიათ. ახლა უკვე გადავიდეთ და ჩავწეროთ პროგრამა და შემდეგ გავზომოთ დრაგით. როგორც ხედავთ, პროგრამა იწერება ტელეფონიდან. აქედან შეგვიძლია აურჩიოთ პროგრამის ვერსია და საწვავის ტიპი. ავტომობილზე აყენეთ downpipe, ამიტომაც მოვნიშნავთ შესაბამის ოფციას, რათა ავტომობილში ჩაქრეს კატალიზატორის ჩეკი. აქედან უკვე შეგვიძლია აურჩიოთ პოპკორნი და დავაყენოთ ჩვენი გემოვნებით. შეგვიძლია შევცვალოთ პოპკორნის ხანგრძლივობა, ხმა, მინიმუმი და მაქსიმუმი ბრუნი და ტონი. ამასთანავე პროგრამას მოყვება ცეცხლის მაპიც. პროგრამით შეგვიძლია ასევე ტემპერატურის დაწევას და უამრავი სხვა ოფციის გააქტიურებაც. ახლა კი დავიწყოთ ჩაწერა. ახლა უკვე ჩავწერეთ ამ ავტომობილში Stage 2, მის მფლობელმა პოპკორნი თავისი გემოვნებით დააყენა საკუთარი ტელეფონიდან და ნუ ავტომობილს ძალიან დიდი ხმა აქვს, რა თქმა უნდა ამას ჩავუწეროთ, ასე სიარული ქალაქში არ შეიძლება. ანუ რეალურად ახლა გვაინტერესებს 100-200 რა დრო შევლის, იმიტომ რომ ქართულად უწერია 100-200 18 და 3 და ნუ Stage 2-ზე საკმაოდ საინტერესოა რა დრო ექნება. ამ აჩქარებას რა თქმა უნდა გავზომოთ დრაგით. ამ დრაგის შეძენა ჩვენ და შეგიძლიათ და 600 ლარი გახვალთ ფასი, ხოლო აი ამ მობილის ფასი გახვალთ 200 ლარი, რომელიც შეძენათ ასევე რა თქმა უნდა ჩვენ და შეგიძლიათ. ახლა უკვე წავალთ როის გასაზომად. 100